ხედავ ალექსანდრეს? ხო, ღამე თამაშობდა ისევ, ალბათ. განახედე ამ ძინანოზე თუ ნახავს. გინა ხელი დაუწევოდა სახელზე აიკრას. ან გინა ფეხსაცმელები დაუჭარ და ფეხის სულასიარული მოუწევს. ყველა ესეთი უცნაური იუმორის ხართ მერვეგლში? აზარე. წავედით. ხო იცი დღეს რა დღეცაა? ხო, ვიცი. უარაფერს იმოიმუნებთ დღეს. არა. არც სკოლის სისტემის დახაკვას უარაპირებთ. არა, გვირდები. გიჯერებ იცოდე. ამას რა სჭირს? თამაშობდა გვიანობამდე, ისევ. მოიცა. ეხლა ნახე. და ზალამზე ვარცხლობა. მადლობა. ხო, მაგის გამო 2 საათით დრეადგომა მომიწია. ეს იმის გამო, რომ ნიკა თავისუფალი? აუ, დავალება დღეს რო არ მაქვს, იმედია მასწავლებელი ვერ გამიგებს. მაგ მასწავლებლის ვერაფერს ვერ გამააბარებ. ხო, იმ დღეს მეც არ მქონდა დავალება და 4-იანი ჩამწერა. ალექსანდრე. ადექი სკოლაში გაგვიანდება. ნორი წუთი ვაცადეთ. ალექსანდრე, დათუნიას პიჟამოები გაიხადე და ჩაიცვი. არ დაგაგვიანდეს. მეც რა თქმა მაგარია. რა ხდება? რა გინდოდათ რა კარგად მეძინა. დათუნიას პიჟამოებში? რა დათუნიას პიჟამოები? ხოლო შემოძაბა იწერეთ რა და? დიმამშვიდობის ბავშვებო. არ მოგაცდეთ დიდი ხნით. როგორც იცით, პერიოდულად მართავთ პარალელურ კლასებს შორის შეჯიბრებას. რა შეჯიბრება? იტყვის. ქულებს მიიღებთ სისუფთავის, დისციპლინის და კლასის კრეატიულობის მიხედვით. საუკეთესო კლასებით დაჯილდოვდებიან პიცა ფარტით. რა მაგარია? შანსი არ გაქვთ. შეჯიბრი იწყება პირველი გაკვეთილიდანვე. წარმატებებს გისურვებთ ყველას. მოიცა, ანუ მერვე თქვენ, ჩვენ მერვე და გე ვეჯიბრებთ ერთმანეთს? ხო, და დარწმუნებული იყავი მერვეა მოგიგებთ ყველას. ეგეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები. ხო, ჩვენ უეჭველი გამიმარჯვებთ. გაიმარჯვეთ. ხო, ჩვენ ძალიან მოწესრიგებული კლასი ვართ. ჩვენ ალექსანდრე ყავს, რომელიც პიცის გამო ყველაფერზე წამსვლელია. მართალია. აი ეს არის ზაირგა, წამოწავი. აუ ეს პირველი გაკვეთილი ძალიან მიყვარს. თან კარგად მიმეცადე. ალექსანდრე. მინდა კი არა, მასწავლებელმა არ დაგვინახოს. ხებს დაგვაკეთოს. ძირსაც არ დაყარო, მაგაზეც დაგვაკეთდება. აუ ალექსანდრე, სულ რაღაცას უკვე მოჭამდეს. აუ გაის, სურნელები ვიყიდო და კლასში დავდოთ. კარგი სურნელი, კარგი შტაბეჭილების. პირველი მომიჯია. Კაი ხო, კაი.
კლასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით გეხუნები კლასების შეჯიბრებაზე რა მოვიფიქროთ. პოსტერები გავაკრათ, გავალამოწოთ კლასი. არა, ცუდი იდეა. კიდევ შეიძლება რაღაცების მოვიფიქროთ. სტიკერებიც შეიძლება. დასუფთავების სამსახური ხომ არ გამოვიცახოთ. არა, ძვირი იქნება. უპასო ლიმონადი ხარ გონეს ან ცხელი ჩაი. შურის მოსყიდვაში არ გავა. გავა. მარა, დასებში ხვარწერი. კაი, მაშინ მოვისყიდოთ შური. სად იყავით? პარკი შევამჩნია. თქვენ ვერაფერ ვერ მოიფიქრეთ? პარკები ვერ შევამჩნიე. კარგი კამბექებია, მაგრამ იმედიც არ ქონდეთ გამარჯვების. ჟიური რო ჩვენს ლიმონათს დალევს, მე სხვანაირად ილაპარაკებთ. დაჩი, ნუ ყვები თქვენ გეგმას. უი, ბოდიში. არა უშოს მარიამ. ლიმონათი გეგმის მცირე ნაწილია. ჩვენი გეგმა იმენად მაგარია, რომ მცირე ნაწილიც არის. ყოჩა ბაზარე. დუმილის სუფლებას ვიყენებთ. წავედით. დუმილის უფლება დანაშაულის დროს შეიძლება რომ გამოიყენო. ეგეც არციან რა გეგმა იქნებათ? ნიეკო, შენ ისე უსვათ საიდან გაჩდი? აქვიდექი. ჩემი აზრით ჩვენ მოვიგებთ. იქნებ მერვე ბუსს შემოგზავნილია და უნდა რომ თავგზა აგვიბნიოს. არ ვიცი, არ ვიცი. რაღაც სუნი მცემს. რისი სუნია? ხო, მეც მცემს. მე ვერაფერს ვგზნობ. იცი სუნია და რას იგრძნობთ? თქვენ ხო დამარცხებისთვის ხართ განწყობილნი? ძალიან სასწაუა. სხვათა შორის სუნელზე ჩვენ ვიზრუნეთ და ჩვენ კლასში შანელის სუნი ტრიალებს. შანელის სურნელი კარგია, მაგრამ როცა თბილ ჩაის ან ლიმონადს გასინჯავენ მასწავლებლები, თქვენი სურნელი სულ დაავიწყდებათ. აუ, როგორ ვერ მოვიფიქრეთ? ეგ გედოთ პარკში ჩაი და ლიმონათები? დიახ. კაი, ხო, ვაღიარებ. კარგად მოგიფიქრებიათ.
ნუ, მაშინ მეს ვაღიარებ, სურნელოვანი ჭხირებიც კარგიდია. ხო, სურნელი პირველი შთაბეჭდილებისთვის მართლა კაია. კაი, თუ დავზმაკასტით გავიყოთ ეგ პიცა და ეგა. მერვე გამოიგო, ნახეთ. რანაირად? არ ვიცი, მოვლოდნელად მორთო კლასებშია ხო თქვის? ხო? ხო და მერვე გესმით ეს პირდაპირ უმაღლესი ქულები. რაღაცაშია საქმე. წავედი, რანაირად მოგვიგეს. არ ვიცი, დასვენებაზე გავედით და ეგრე დაგვხვდა რომ მოვბრუნდით. რას გავს კლასი ასე მინდა ყარა ნაგავი. ნაგავი არაფერია. ვიღაც მთათას სკამზე წებო დაასხა და შარვალი გაუფუჭდა. ემილი, სად მიდიხარ? კაი რა არა ჩუბოზა. შენ დაიწყე მე ასყვათ. პროსტ რა უნდა მოსვლები ხართ ნაგავი ასე. მოიცავთ თქვენთანაც? ეს სიყვარულია იმ მეგობრობის და საწყისი ისამდე ძვირ